ეხლა შემხდო ვიდეო ვიღაც გოგო დემონსტრირებას უკეთებდა რატო უნდა ჭამო თოვლი და ქვაბში მასკა შეაგროვა გააცხელა რომ დამდგნარი იყო და ძალიან ბევრი ნაგავი იყო შიგნით და მაგაზე გამახსენდა რომ პატარა რო ვიყავი ალბათ არ ვიცი რომელ კლასში მესამე მეოთხე არა უფრო პატარა შეიძლება მე მგონი უფრო პატარა იმიტომ რომ თოვლი თბილისში ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა თან მაგდენი თოვლი რო იყო ესე ანუ პირველ მეორე კლასში რა სადღაც ალბათ ეგრე მახსოვს რომ ესა თოვლს ვჭამდი ხოლმე ეზოში და მე ანუ რაღაც ნაყინებით იყო რა ასწორებდა და მე სხვა ბავშვებმაც ნახეს რომ ვჭამდი და იმათაც მოეწონათ მოკლედ და ერთ დღეს ყველამ ერთად ბევრი თოვლი ვჭამეთ და მე ყველა გავხდი დავად სიცხე მქონდა ყველას და ძალიან საეჭვოდ დაემთხვა რომ ყველა ავად ვიყავით და მახსოვს რომ ეს რა ქვია ნუ ეს ჩვენ შოულები რაღაც ერთმანეთს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ რომ რა მოხდა და ანუ არ ვიცი ადრე ვირუსები არ იყო რატო გაიკვირვეს ესე ყველა ერთად რო ავად გავხდით მაგრამ ალბათ რაღაცნაირად ძალიან საერთო სიმპტომები იყო არ მახსოვს და მახსოვს რომ ტელეფონზე ერთმანეთს ურეკავდნენ და არ ყვევდნენ რომ რა ხდება და ეს ყველანი ესე ერთად ავად არიან და მე ვიღაცა ერთი გატყდა და უთხრა რომ ნინო მაშინ ნინო ვიყავი პირველ კლასში და არა ნინო საუბრობ გვასწავლა თოვლის ჭამა მაგითო თოვლი ვჭამეთო ყველამ და იმან რაღაცნაირად რომ დააკავშირო თოვლის ჭამასთან იყო მაინც ანუ ქვეცნობიერად ალბათ ყველამ ვიცოდით რომ რაღაცას ვაფუჭებდით ხო და აი ესე იმას ქნეს რა ქვია ჩამიშვეს თან მე ისიც მახსოვს რომ ეს ჩვენ შოულები ერთმანეთს რო ეკითხებოდნენ მე ჩვენ ერთმანეთს ტელეფონზე ვურეკავდით და ვეუბნებოდით რომ არ რაღაც ის ქონდა რა შეთანხმება ფაქტ ქონდა რომ არ გაგვებაზრებინა რომ თოვლი ვჭამეთ იმიტომ რომ გაგვიბრაზდებოდნენ თუ არ ვიცი თან ანუ არაფერზე ესე არ მიბრაზდებოდნენ მაგრამ ეთყობენ თან ხვენო და თოვლს რო ვჭამდი არ ვიცი რატო იყო ეს ძალიან იდუმალებითა და მის მოცული უნდა ყოფილიყო რომ თოვლი ვჭამეთ ალბათ ხო რაღაცა სამარცხვინო იყო რომ თოვლი ჭამისგან ცუდად გავხდით ხო და მოკლედ ძალიან ის ვიყავი აღარ მახსოვს ვინ იყო ვინ ჩაგვიშვა მაგრამ მახსოვს რომ გაბრაზებული ვიყავი რომ ჩაგვიშვა რომ რა პონტი იყო ეს ჩაბუზება რა თოვლი ვჭამეთ რა მოხდა